გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც აქვს ჯადო, ან ვინც ფიქრობს, რომ ჯადო აქვს. თქვენ იცით, რომ მე არასოდეს არ გამოვირჩევი ნეგატიური პოზიციით, ვერასოდეს ვერ ვნახავთ, რომ ნეგატივზე ვსაუბრობ. პირიქით, სულ მოტივაცია, ქალების დახმარება და ასე შემდეგ. მაგრამ 1 მარტიდან არის გაზაფხული მოგეხსენებათ და გაზაფხულიდან იწყება ძალიან ცუდი პერიოდი ადამიანებისათვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ჯადო და ნეკრომაგია. პირველ რიგში იმისათვის, რომ გამორიცხოთ, გაქვთ თუ არა ჯადო, უნდა ჩაეწეროთ ჩემთან კონსულტაციაზე და ამას აუცილებლად გეტყვით. გაქვთ თუ არ გაქვთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანს რო ეუბნები, რომ ჯადო არ გაქვს, ეჭვის თვალით გიყურებს, მართლა არ მაქვს? რატო ვარ ესე აბა? იმიტომ ხართ, რომ უბრალოდ წმენდა გჭირდებათ, რადგან ეს ცხოვრება ისეთი ტოქსიურია, რომ ყველა ადამიანს წმენდა ნამდვილად ჭირდება, მაგრამ ჯადო არ არის ყველას აუცილებელი ჰქონდეს. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ჯადო და განსაკუთრებით ნეკრომაგია, 1 მარტიდან გაზაფხული არც თუ ისე კარგ დღეში აყენებს ადამიანებს, პირველ რიგში აღვიძებს ყველანაირ დაავადებას, იცით თქვენ სუჯამთელი რომ იყოს ადამიანი, აღვიძებს ყველანაირ დაავადებას, ადამიანს უქმნის ჯანმრთელობის პრობლემას და მით უმეტეს ვისაც ნეკრომაგია აქვს გაკეთებული, რომელიც შეიძლება ძალიან სწრაფმოქმედი იყოს, იცით ნეკრომაგია და იყოს ნელა, რომელიც ნელა გკლავს ადამიანს. მაგრამ სწრაფმოქმედი რითი არის, ხო? ავარიები ხდება, ახალგაზრდები იხოცებიან ძალიან ბევრი, ვისაც ოჯახზე აქვს გაკეთებული, ხო? შვილები, ახალგაზრდები იხოცებიან ძალიან ბევრი. გულის შეტევები მამაკაცებში ძალიან ხშირი, ქალბატონებს ძალიან ბევრი პრობლემები ექმნებათ და ასე შემდეგ. ამიტომ გაზაფხული ძალიან რთული თვეა და ამასთან ერთად ძალიან საკრალური, ვისაც გონია რომ აღდგომა მოდის და ადამიანები არ აკეთებენ ჯადოებს, შემცდარ ხართ. ტაძარში პირველი საუკეთესო ჯადოები კეთდება. საუკეთესო გულისხმობს სიძლიერით აკეთებენ ადამიანები. მათ არ იციან არანაირი აღდგომა, არანაირი არაფერი. ადამიანები ჯადოს ყველაზე ძლიერს აკეთებენ ტაძარში და ეს იცოდეთ. ამიტომ ეს დრო ყველაზე კარგი დროა ცუდი ჯადოების გასაკეთებლად და ადამიანების გასამწარებლად. ამიტომ 1 მარტიდან რა გაფრთხილება შემიძლიათ მოგცეთ? პირველ რიგში კონსულტაციაზე ჩაეწერეთ, რომ დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა ჯადო და თუ გაქვთ, ფრთხილად იყავით ამ თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ცუდია ერთი სიტყვით.